დილამშვიდობისა, მაია გამარჯობა. დილამშვიდობის. მე მგონი რომ დღეს საინტერესო ამბავი გვაქვს თქვენთვის მომზადებული, ჩვენს ახალ სივრცეში, სადაც ჯერ ნაკლებად შემოგვიხედავს. მთელი თარო მოვაწყვეთ ერთი და იქეთ მხარეს კიდე მეორე, ამისი წყვილი, იქეთ ხვალ. იქით ხვალ. კი ბატონო. იქით ხვალ იყოს ჩვენი განსაკუთრებული კოლექცია ჩაის ქილები ქვია მაგას? ჩაის ქილებია, დიახ. ჩაის ქილები. ქონდა ჩვენ ეს წარმოდგენილი, მაგრამ ეხლა იმდენი აღმოვაჩინეთ კიდე საწყობში, რომ არნახული რაოდენობა და მრავალფეროვნება. ესე იგი, მე-17 საუკუნეში, როცა უმეტესად ინგლისში შევიდა პირველ რიგში ჩაი და ევროპაში. ყველაზე საინტერესო არის, რომ იმდენად ზვირადღირებული პროდუქტი იყო, რომ ხის ყუთებში საკეტებით ინახებოდა. ეს ახლა უკვე საკოლექციონირებია, მაგრამ მერე უკვე როცა განვითარდა უფრო მასიურად შევიდა, დაიწყეს შუშის ქილები, მუყაოს ქილები, რკინის, ფაიფურის, რკინის ვიცით ჩვენ, ისიც საკეტიანები იყო, თუმცა ჩვენ გვაქვს ერთი მოდელი მაგისი, სადღაც გვიდევს კუზნეცოვების. ნელ-ნელა მერე იწყებს არტელები კეთებას, აქ არის ევროპული ნიმუშებიც და არის რუსული ნიმუშებიც. შუშები არის რძისფერი შუშა და სხვათა შორის რძისფერი შუშა ფაიფურზე ექსპერიმენტებით არის მიღებული. ოღონდ არ არის ამისი ავტორი ცნობილი, მაგრამ ვიცით რომ იმდენი მცდელობა იყო ფაიფურის გამოგონების და მიბაძვის, მიიღეს ეს რძისფერი შუშა. არ თავდება ისეთი მრავალფეროვნება, საოცარი მრავალფეროვნებაა, საოცარი ფერებია, საოცარი დამუშავებაა, საოცარი ამბავია და მე რაც ვიცი ამის შესახებ ერთმა ძალიან სიმპათიურმა სომეხმა ქალბატონმა მიამბო მშრალხიძე, რომელსაც ერევნიდან ჰქონდა ჩამოტანილი ძალიან ლამაზი 5-6 კილა მისგან შევიძინე და მომიყვა ასეთი ამბავი, რამდენად გადამოწმებულია არ ვიცი, არც ჩამიხედავს და არც ამბად მომეწონება. იმდენად იშვიათი სასმელი იყო, როცა შემოვიდა ჩაი რუსეთის იმპერიაში, ძვირადღირებული სასმელი იყო, რომ უკვე მოგვიანებით, რა თქმა უნდა, ეს არ არის მეფის დროინდელი ამბავი, კუზნეცოვის ქარხანას შეუკვეთეს კოლექცია ჩაის ქილებისთვის, რომ ადამიანებს, რომელსაც შეიძლება ჩაი არც ისე მაინდა-მაინც ეპოპულარებოდა და უნდოდა შეძენა, ქილების გამო შეეძინათ. და იმ ქალბატონმა მომიყვა, რომ დედაჩემიო ამ ქილებს აგროვებდაო და ამიტომ ცდილობდაო, რომ სადმე რომ მივდიოდი მივლინებითო, მაბარებდა რომ სასაჩუქრე დანიშნულება ჰქონდა. მაგისი ლურჯი ქილები ქართული ჩაის ეტიკეტითაც მაგმე. კი. და საქართველოში არ იწარმოებოდა, მაგრამ ეს ხო გაცვლეთი იყო ყველაფერი, საიდანღაც მოდიოდა ნახევრად ფაბრიკატი, სადღაც იწყებოდა, ასე სულ არ ვიცოდი, რომ ამას საქართველოში ამზადებდნენ და როგორც აღმოჩნდა, თბილისში ამზადებდნენ, ჩემდა გასაოცრად. ხო, ესეც ჩაის კულტურის ხლებელი ნაწილია. ასევეა ეს სარძევეებიც. ჩაის სერვიზებს მოყვებოდა ეს ნივთები, ამას არ ვიყენებდით ჩვენ კულტურაში, განსაკუთრებით ძეს არ ვასხამდით ჩვენ ჩაიში, როგორც ეს ინგლისში იყო გავრცელებული და დღემდე ესე არის. ამიტომ ბევრია შემორჩენილი და ძირითადად უფრო ყვავილებისთვის ვიყენებთ და ყვავილებს ძალიან უხდება. ან დეკორატიულად ძალიან ლამაზია, ერთად დაწყობილი და დიდი ისტორია. ჩვენ ძალიან კაი კოლექცია გვაქვს, თავმოსაწონებელი კოლექცია, ისევ მეორდება ეს ჩვენი კუზნეცოვის ყვავილები. ეს სულ ხელით მოხატულია და ნახე რა სილამაზია, ან რა ფორმები აქვს. ესეც გაუთავებელი. ძალიან. ეს გარდნერია. მართლა? კი, ვარდისფერი უფრო გარდნერისფერი იყო, ვარდისფერი ცისფერში, თუმცა კუზნეცოვებიც და მწვანეებიანიც რო არის? მწვანეები კუზნეცოვი ალბათ. ანახეთ და გაჩვენ, გეტყვით. ნახე რა სილამაზია, ესეც როგორი ნაზია, ორი ფუნჯის მოსმით. ფორმითაც ხვდებით ახლა ამას ჩვენ კუზნეცოვებია ეგ ფორმებიც. ჩაის კულტურასთან არის დაკავშირებული სიმყუდროვე, საერთოდ ჩაი არის დამამშვიდებელი სასმელი. აუცილებლად. ყავა არის პირიქით ამაღელვებელი და ენერგიის მომცემი. ამიტომ ჩაის კულტურასთან ყოველთვის ასოცირდება სიმყუდროვე, სითბო, სიმშვიდე, სილამაზე, სინაზე. მე მგონი რომ შემთხვევით არ არის მაია რომ ეს ლამპები საერთოდ შუშა რო უხდება ინტერიერს, აი ჯერთი გამჭირვალობით, რომ არ ამძიმებს და ფერს რო აძლევს, ეს ცალკე ამბავია. გამჭირვალობა კიდე საერთოდ სხვა რამეს მატებს ინტერიერს. ჩვენი ვაზები წევით რა ლამაზია. იმ ვაზებზე ცალკე ვილაპარაკოთ, ის ცალკე ამბავია. ის ირინა აბჟანდაძეს გამოვტაცე. იმ ვაზების იდეა ირინა აგროვებდა და მეც ვაგროვებდი, მაგრამ ირინასთან რომ ნახე თლად გამწარდი და ბევრი შევაგროვე.
ორი სიტყვა უთხრათ მაყურებელს არ შეიძლება რომ არ მიაქციონ ყურადღება შენს თავზე გამაგრებული საერთოდ წარმოშობა ესე ქვია ამას ვენეციური ლამპები, ვენეციური შუშებს ვეძახით. თუმცა მე ევროპაც იმეორებდა, რუსეთიც იმეორებდა, გვაქვს ჩვენ ამის მაგალითები, თქვენ თქვით რომ რაღაცას პეტერბურგიც კი აწერია მე მგონი, ხო? კი. ვენეციური ისტორია და მე ნელ-ნელა გადმოვიდა ჩვენ კულტურაში. მაგრამ ფორმა და ეს ამბავი არ რეალური სილამაზია, რო უხდება აქაურობას ეს ერთი და ფორმები, რელიეფურობა, ფერები, ორნამენტები, ეს მოდერნია. მოხატულია, ესეც მოდერნია. ეს მომწონს თავისი სისადავით, ძალიან ლამაზი და სადა. ძალიან უხდება აქაურობას. და აქამდე რომ მოაწიეს, რამხელა დრო აქვს გამოვლილი, რამხელა ამბავი აქვს გამოვლილი. ამ ჩაის ქილებს ზოგიერთს რომ გახსნი, ახლაც აქ ჩაის სურნელი. ჩაის სურნელი და ძალიან იშვიათია დამღით ვნახოთ ჩვენ არ აქვს მარკირება, მაგრამ გვაქვს ჩვენ აქ რამოდენიმე მოდელი, რომელსაც რკინაზე ზემოდან აქვს კუზნეცოვის მარკა და ერთ-ერთი მოდელია, რომელსაც აი ეგ არის ორადორი მოდელი ამ ხელა კოლექციაში, რომელსაც აქ მინიშნება წარმოშვების. აი ეს კონკრეტული ქილა ძალიან ლამაზი, გამჭვირვალე, რელიეფიანი ქილა, ჩემთვის ძალიან საყვარელმა უფროსმა მეგობარმა, პატივსაცემმა ქალბატონმა ციცო ფურცელაძე მაჩუკა მახსოვს. თვითოულის წარმომავლობა მახსოვს, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს 500 მაქვს. მაგრამ ხო, ეგეც ძალიან ლამაზია. ესეთი მეც მაქვს კოლექციაში. თუმცა მე არ მაქვს ბევრი, ვერ ვიტყვი რომ თქვენდენი კოლექცია მქონდეს, მაგრამ რაღაც საინტერესო ეგზემპლარები მაქვს. ძალიან კარგი, მე შენ რომ კაი იყო, მაია იმ კოლექციას შეუერთებდი ამ კოლექციას. მაგრამ არ მაქვს ბევრი არა. ის რაც გაქვს, ცოტა. ესეც ზუსტად ესეთი მაქვს ერთი წელი. ამას წინათ ერთმა სტუმარმა მითხრა რომ მეო ძალიან ლამაზი ეგზემპლარები მაქვსო, ერთით 15-იო და მეუთხარი მოდით მეთქი ასე გავაკეთოთ. მოიტანეთ, დაალაგეთ, იყოს თქვენი, მაგრამ ჩვენთან ელაგოს. ხო და მითხრა, ვერ მითხრა პირობა, საურა ქვია, დავფიქრდები მაგაზეო მითხრა. ძალიან ლამაზი მოხატულია. ეს წერებია, აი ეს სახლები განსაკუთრებით. ზოგი ფერწერა, ეს ახლა რართული დასამუშავებელია, წარმოიდგინეთ, რამდენი ფენა შუშა არის ეს. სასწაულია. პერლამუტრით გაკეთებული და ზემოდან კიდე ბადე აქვს. აი ეს არის ხელოვნების ნიმუში. ბევრი აქ ის ნახე ეს ფერადი როგორია. ერთი მეორეზე ლამაზებია. მე განსაკუთრებით მიყვარს ეს შედარებით უბრალოებს რომ ვეძახით და სინამდვილეში უბრალო არც ერთი არა, მაგრამ ძალიან ლამაზად ზოგს დაჟანგული აქვს თავი. ეს საერთოდ ესენი ძალიან ამბავია. აღარა იცი რა იშვიათად არის უკვე? არ არის. ხო. ძალიან კარგი კოლექცია აქვს. აი და სხვათა შორის ევროპიდან ჩამოსულ სტუმრებს, აი გერმანელები მყავდა გუშინ, ფრანგები იყვნენ ჩვენს ბაღში სტუმრად, სულ უკვირთ ესენი რისთვის არის, არ იციან. ეს ევროპაში ძალიან არავინ არ იცის. ჩემი მეგობრები, კარგი კოლექციონერი მყავს, მიუნხენის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, უახლოესი მეგობარი ჩემი, ანდრიას გროგერი. სულ მეჯიბრება რაღაცებში, მე ის მაქვს, მე ეს მაქვს. ამაზე მეუბნება რომ ეს არის ერთადერთი შენი კოლექცია, რომლითაც მშურს. მიუნხენშიო. მიუნხენში ბევრი წელი არ შემხოდრიაო. მე მგონი მუზეუმსაც არ ექნება ამდენი კოლექცია. ძალიან კარგია. ძალიან მიხარია რომ თქვენი თვალი დავატკბეთ, თქვენთვის საინტერესო და სასიამოვნო ამბები შეიძლება ვერა. ჩვენ კიდევ შევეცდებით, აქ არ თავდება წარმოუდგენელი რაოდენობის და საოცარი დამღებით კოლექციები გვაქვს, მაგრამ დღეს ასე იყოს. ჩაის ირგვლივ პატარა ამბავი. სარძევე რა ქვია ამას? სასოუსეს ვეძახით. აი, იყოს სარძევე სასოუსე. დანიშნულებით არ ვიყენებდით ჩვენ რძეს არ ვასხავთ ესე ჩაიში. მეც არ მიყვარს ზიანი ჩაი. ანუ მწვანე ჩაი რძით ძალიან კარგი. კარგია? კი, ძალიან. მოვშინჯოთ ერთი. არ ვიცი. კი ბატონო. ინდოელები სვამენ, სხვათა შორის ინდოეთში სუნელებთან ერთად ადუღებენ. საშნელი სანახავია, რომ შეხედავ არ მოგეწონება, მაგრამ ისეთი გემრიელია. ცუდი არა, მოგინდება. აი, როგორც ყავასა აქვს რაღაცას, აი ასკისანელებლებით აკეთებენ სხვათა შორის. ხო, აი ჩვენი დარიჩინებით და რაღაცებით, ის ხო მაგათი სამშობლო იქ არის და ძალიან არის იქ ჩაის მისი, იყო ინგლისიდან შესული ამბავია იქ. ინგლისი და კოლონია იყო რამდენი წელი. რასაკვირველია. ინგლისური გავლენა ინდოეთს ძალიან ეტყობა, ძალიან. რა თქმა უნდა ეტყობა. მანდარის რამდენიმე საბჭოთა მოდელი, მაია ჩვენი ბავშვობის დროინდელი ლურჯი, ნახე სუბოლოში. ესა. ეს ბევრისთვის იქნება ნაცნობი. ეს სადა და მარტივი მოდელია. უფრო ისე საშაქრეთ ვიყენებდით. ხო, საშაქრეებად, მაგრამ ჩაისთვისაც ძალიან კარგი. ხო და ამდენში ისიც იყო, ცოტა ქვევით მიდევს, იმიტომ რომ მაინდა-მაინც განსაკუთრებული არა, მაგრამ კაი ფერი შუშაა, ნახე რა ლამაზია. თქვენი ფერია ლურჯი ვიცი. მე მიყვარს გიჟდები. მე არა, ლურჯი უფრო აქ შევიყვარე გარდენიაში.
ინტერიერში მომწონს. აქ ბევრი არ ჩანს, რამდენიმეს გამოვაჩენ, ეხლა ქვევიდან აი, ამოვიღებ. ვარდისფერიც არაჩვეულები. აი, ესეც ნახე რა ფორმა. ესეც მოდერნია. ციგნები ხო 20-30-იანი წლები სასწაული. კარგია. შვენიერი კოლექცია, მე მგონი ცოტა შეგახარბეთ, თუ გაგიჩნდებათ, თუ გაგემეტებათ ჩვენთვის, ჩვენ კოლექციას სიამოვნებით გავამდიდრებთ, გვაჩვენეთ, შემოგთავაზეთ, თქვენც მოგვაწონეთ თქვენი კოლექციები. ვენეციური შუშებიც შვენივრად საერთოდ შუშა მოუხდა ამ კაფეს ძალიან. შუშა უხდება ყველაფერს, როგორც მაიამ თქვა, სიუხვე და სიბევრე კიდე უფრო. თუ სამიცალია, ინცეთი მნიშვნელობა აღარ აქვს და როცა ბევრია, თვალისთვის ძალიან სასიამოვნო ამბავია. არ ტვირთავს ინტერიერს. შუშა არ ტვირთავს ინტერიერს, რაც არ უნდა ბევრი იყოს. და მზე თუ მოხდება ხო სასწაული. სასწაულია. მზე ხდება აქ დილაობით. მაიას მადლობა უთხრათ, ჩვენც მადლობას გეტყვით, მადლობას გეუბნებით. კარგია რომ ჩვენთან ერთად ბრძანდებოდით, ჩვენ ხვალ საინტერესო ამბავს გიმზადებთ, დარჩით ჩვენთან. პატარა მინიატურული ჩაიდნების არაჩვეულებრივი კოლექცია გაგვიჩნდა და აქ მყუდროთ მოვეწყობით და გაჩვენებთ.